ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა. შოუ-ბიზნესური სიახლეებით ეთერშია ინფორმატორისა და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და დღეს ჩვენს პროგრამაში შემოგთავაზებთ. ავთო წკვიტინიძე მოსკოვში Fashion Week-ზე მიემგზავრება. გალერეა ორიენტში გაიხსნა ნაქარგების გამოფენა. საქართველოში არსებული 7 მეტალ ჯგუფი კლუბ ნეოში შეიკრიბა. ავთო წკვიტინიძე სულ მალე სპეციალური მიწვევით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც Fashion Week-ში მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით დიზაინერი სპეციალურ კოლექციას ამზადებს, რომლის ძირითადი ნაწილი ცხელით იქნება დამზადებული. ინფორმატორის გადამღებმა ჯგუფმა ამ კოლექციის საბოლოო ვარიანტი დააფიქსირა. მოდის კვირეული ტარდება მოსკოვში, სადაც იღებს მონაწილეობას ძირითადად რუსი დიზაინერები. არის საქართველოსთან წარდგენილი 2 დიზაინერი და 28-ში მივემგზავრებით ჩვენ. ჩემი კოლექციით არის თემატიკა, ფაქტიურად აღებული არის ბოშაქალის სილუეტები მაქვს გაკეთებული. კოლექცია ნაწილობრივ ჭრელია, მაგრამ ძირითადად აქსესუარებია უფრო ჭრელი და ამით იქმნება ერთიანი სინთეზი. საქართველოსთან მიყვავს სააგენტო შარმის, ანუ ჩემი სამოდელო სახლის სახე ლალი ტოტიკაშვილი და დანარჩენი მოდელები აირჩევიან რუსეთის სააგენტოებიდან. მონაწილეობას ვიღებ ამ ჩვენებაზე, მივემგზავრები ავთოსთან ერთად და კოლექციაზე რა შემიძლია ვთქვა, ძალიან მომწონს. მართლა შოქში ვიყავი, რომ ჩავიცვი ახლა ეს კოსტიუმები, ვიყავი შოქში, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივია, რაღაცა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წარმატება ექნება ავთოს კოლექციას მოსკოვში. ჩემი კომერციული, აბსოლუტურად კომერციული თვალსაზრისით მივდივარ მე აი ამ მოდის კვირეულზე, იმიტომ რომ აი საქართველოსთან მე მოდის კვირეულზე, ანუ პირველად ვიღებ მონაწილეობას, ეს მოხდა აბსოლუტურად მათი ინიციატივით. და იცით რა არის, რაღაც მომენტში იმდენად გამეხარდა, რომ დავთანხმდი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ბაზარია რუსეთში და ჩვენ აი ამ კოლექციის გარდა მეორე ხაზის მოდელებიც მიგვაქვს გამოფენისთვის, უბრალოდ იმათი ჩვენება არ ჩატარდება გამოფენისთვის, სადაც შეიძლება რომ უკვე რამოდენიმე მაღაზია დაინტერესდეს. გალერეა ორიენტში ნაქარგების გამოფენა გაიხსნა. როგორც აღნიშნეს, ასეთი გამოფენა პირველად მოეწყო თბილისში. ახლა კი ორიენტში გადავინაცვლოთ. საქართველოში რა ესეთი ძველთაგანვე ესე იქარგებოდა, ეს იყო ძალიან ძნელი, მაგრამ ძალიან ლამაზი. და მინდა რომ აღორძინდეს ისევ და ისევ და გამრავლდეს ნაქარგობა. უმეტესად ხმარობ უფრო პასტელურ ფერებს, არ მიყვარს უფრო არისტოკრატიული ფერები, ან უფრო სადა ფერები და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ვცდილობ რომ უფრო პორტრეტები ვქარგო, იმიტომ რომ სახი ძალიან ბევრის მეტყველია, მე ვფიქრობ. კლუბ ნეოში ქართული მეტალ ჯგუფების კონცერტი გაიმართა. სულ საქართველოში 7 მეტალ ჯგუფი ყოფილა და პირველად მათ ერთობლივი კონცერტის მოწყობა გადაწყვიტეს.
დაარსდა ესეთი ორგანიზაცია, საქართველოს ალტერნატიული ხელოვნების განვითარების ასოციაცია, რომელმაც პირველი საქმე რაც გააკეთა ის, რომ გამოუშვა ქართული მეტალ ჯგუფების პირველი კრებული Metalstorm 2003 და ამ კრებულის პრეზენტაცია ამჟამად. მე მჯერავს, რომ პროფესიონალურად არიან მომზადებულები და აი იქით რა იქნება უკვე მაგას ვეღარ გეტყვით ნამდვილად. ყველანი დავიღალე მგონი პაპსისგან და ბიჭებმა მგონი ყველაფერი თავისი სახსრებით გააკეთეს. ეს კასეტის ჩაწერა იქნება თუ კონცერტის გამართვა. მგონი ძალიან მაგარია. ბევრი რაღაცა მომწონს, რომ იგეთი რაღაცა ხდება. ზოგიერთ თბილისში, ვაფშე, ეგეთი იშვიათია, მაგრამ გავიცი. გვინდათ რომ გავაკეთოთ რაღაცა სხვანაირად და უფრო მაღალ დონეზე. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.